არაფერი არ მოუ. როცა კიდე დავა. ეს კარი მაგათ ბათუმში, ბათუმ ანალოგიურ პარკში ჩამოვიდეთ ესპანეთიდან. აქ უკვე ჩვენ თვითონ გავაკეთე. აი მაგაზე გიждდება. სკამი ბეტონის რატომაც ჩამოიტანო 7000 კილომეტრი მანძილით, ხო? 5000 კილომეტრი როცა აქ შეგედება. ეს არის ზუსტად და ჩვენი განსხვავება. რუსებმა გააკეთეს კოკოვოში, ჩაყარეს უამრავი ფული, ვითომ სახელმწიფო პროგრამა ტელეფონი მოიპარეს, იჯდები გაიქცენ და სხვა შორის. ჩვენ გვაქვს 100-ჯერ უფრო ნაკლები ფულის პირობებში 1000-ში. ბევრად უფრო მაგარი შანსი რომ გავაკეთოთ ის რაც მათ ვერ გააკეთეს. ტექნოლოგიური პარკი საქართველოში. ხან სპეციალისტები ძალიან მოთხოვნადია ბაზარზე. არის არა არის. აბსოლუტურად ყველა ფაქტია თავშა ძველი გვარდია და წვეთა უზარმაზარია ახალგაზრდები. 90% მუშების მაგათ ბათუმში რომ დავიცოთ პირველ შენებლო, ჩვენ კარგად ცნობილი თურქეთიდან. ხეს არის თითოეულ და ისიც რაღაც პროფესიები, რომელიც უბრალოდ ინტელექტუალი არა გვაქვს, არ ვიცით, არ გავული. ეს ყველაფერი ნოვისწავთ, რომ რახა ეკონომიკის განვითარებასთან და შენობასთან ერთად არის ორი გზა განვითარების. ერთი რომ გაქვს ბევრი ნავთობი, გაზი, ამიტომ შეგინდა მართლა ნაცალქექიაცავით წარმოწერ ხალხებს და არაფერი არ გააკეთო, შემოვლე ჩინელები, თურქები, ვიღაცები, გერმანელები და ყველაფერს აგიშენე. მეორე გზა როცა შენ ეს არაფერი არ გაქვს, შეიძლება დაიკაპიტო ხელები, შეიძლება რისწავლო, შეიძლება მოიგონო, შეიძლება დააშენო, იქი დაუშენო კიდევ ვიღაცებს რაღაცა. ეს მეორე გზაა ჩვენი გზა, იმიტომ პირველი გზა საბოლოო ჯამში ეროვნული განვითარების შეჩერებას იწვევს. რატო ვერ შექმნა რუსეთმა ახალ ტექნოლოგიებს, იმიტომ რომ არის ზის, ნავთობის, ნემსზე და კორუფციაზე, ხო? და ყველაფერი არის დანაწილებული ამ რამდენი ერთმუჭა ხალხს შორის. ჩვენ ყველა ადამიანი, ნიჭიერი ადამიანი ძიძავს შევხვდით. აი ეს რაც არის გასაგები. ამათ გააკეთეს ყველაფერი და ნახე ესე იგი, ამათ მაშინ შეერია ვერცხლი და ესე იგი გათეთეს და ეს აი როგორ ხარად დარჩა, ხო? ერთი წლის წინ ვიყავი საქართველოში და მას შემდეგ გასაოცარი პროგრესი იგრძნობა. სიმართლე გითხრათ, გაოცებული ვარ, ვინაიდან ტექნოლოგიური თვალსაზრისით თქვენი ქვეყანა გაცილებით წინ არის. მათი დონე საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობს და ეს მახარებს. ეს ადამიანები უკვე სამრეწველო ნიმუშებზე მუშაობენ. ჩვენ უნდა ავაშენოთ ქვეყანა, ამიტომაც სამშენებლო ლაბორატორიები შევქმნით. შევქმნით ასევე ჰიდროტექნიკურ ლაბორატორიასაც. ჩვენ ახლა გვჭირდება ინჟინრები. რადგან უნდა ავაშენოთ სათამბჯენები. ახლა ბათუმში 60, 80 სართულიანი სათამბჯენების მშენებლობა მიმდინარეობს. სხვათა შორის თქვენთან კლაიპედაში და ვილნიუსშიც ნახეთ სათამბჯენები, მაგრამ ჩვენთან ორჯერ მაღალს აშენებენ, თან განსაკუთრებული ხარისხით. პრინციპში დოქტორანტებს სწავლე მუშაობს. ძალიან მაგარი კომბინაცია, თან მუშაობს, თან თავის თავად. შედეგი დადებითი არის ეს. კონკრეტული